ბრძოლა თვითგადარჩენისთვის შეკვეთილი სტატიებით ამერიკული ფარას ინფორმაცია გავლენიანი მედია საშუალებების რეპუტაციას არხევს. ნაციონალები ლობიზმით სარგებლობას ადასტურებენ, ის რაც ხმამაღლა ვერ თქვეს, მათ მიერ დაფინანსებულ პუბლიკაციებში აისახა. რისთვის იხდიან ფულს? ნინო არღლიანის სიუჟეტი. პოლიტიკურ და ფინანსურ კრიზისში მყოფი ნაციონალური მოძრაობა ფულს საქართველოს წინააღმდეგ ლობიზმისთვის არიშურებს. პოლიტიკო, როიტერსი, ვაშინგტონ ეგზამინერი ამ ხმაურიანი სათაურების უკან გადახდილი მილიონები ამერიკულმა ფარამ გაასაჯაროვა. დოკუმენტებით ირკვევა, რომ შემკვეთი ანუ ნაციონალური მოძრაობა ბევრ ფულს არც მეტი არც ნაკლები საქართველოს წინააღმდეგ კამპანიაში იხდის. აქ რამდენიმე სტატიის სათაურია იმ მედია გამომცემლობების, რომელთა სახელებიც ფარას დოკუმენტებში ფიგურირებს და პირდაპირ დაკავშირებულია ნაციონალური მოძრაობის მიერ გადახდილ მილიონ ლართან. აბა თუ მიხვდებით ობიექტურ მოცემულობას აღწერენ, ისინი თუ ნაციონალური მოძრაობის ნარატივს იმეორებენ, რა თქმა უნდა პირდაპირ ნაციონალურ მოძრაობას ახმოვანებენ და ეს საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული კამპანიაა. პარლამენტის ვიცე-სპიკერის მხილების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ირაკლი ფავლენიშვილის კომპეტენცია ლობისტების დაქირავების აღიარებას ეყო, თუმცა რა სითხოვს მისი პარტია მილიონების სანაცვლოდ, ამის თქმას ვერ. ლობიზმში თანხას ვუხდით იმიტომ, რომ საქართველოს არ დაკარგოს კონტაქტი პოლიტიკურ საზოგადოებასთან ამერიკაში და საქართველოს საკითხები და პრობლემები იყოს აქტუალური ამერიკულ პოლიტიკურ სისტემაში. რაში იხდის ფულს ნაციონალური მოძრაობა, ის რასაც ფავლენიშვილი ვერ ამბობს, შეკვეთილი სტატიების ხმაურიანი სათაურები ადასტურებს. მართველი პარტია ნაციონალური მოძრაობის დაკვეთით გამოქვეყნებული სტატიების უკან ქვეყნის წინააღმდეგ კარგად დამუშავებულ სცენარს ხედავს. თავმოჩ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დეზინფორმაცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით ვრცელდება, სამწუხაროდ ამ გავლენიან და საკმაოდ მაღალ რეპუტაციულ და რეიტინგულ მედია გამოცემებში ნაციონალური მოძრაობის შეკვეთილი ცრუ ნარატივებია. სრულად არიან გადართული საერთაშორისო ველზე. ჩვენ ვხედავთ მათ წარმომადგენლებს, რომლებიც სენატში, კონგრესში ხვდებიან ამერიკელ პოლიტიკოსებს, ვხედავთ ფულს და თანხებს, რომელიც ისინი ლობირებაში ხარჯავენ და ფარას დოკუმენტები ამას ასაჯაროებს. ჩვენ ვხედავთ მათ ლიდერებს და წარმომადგენლებს ევროპარლამენტის კორიდორებში მორბენალს და რა თქმა უნდა ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ საკუთარ ქვეყნის შიგნით, როდესაც არანაირი დასაყრდენი არ აქვთ, ერთადერთი დასაყრდენი მათ უკვე თავის პატრონებთან დარჩენიათ. ქვეყნის მტრობაში ბევრჯერ შემჩნეული ნაციონალური მოძრაობა იმავე გზას ადგას. სახელისუფლებო პარტია მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის ქმედებები მხოლოდ ლობიზმის ჭრილში არ უნდა განვიხილოთ. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ გამჭირვალეობის სისტემის არსებობა, იმგვარი კანონმდებლობის არსებობა, როგორიც ამერიკის შეერთებულ შტატებში არის ფარა და უკვე ახლა საქართველოშიც გვაქვს გავსი კანონმდებლობა, მნიშვნელოვნად ძალიან დიდი იარაღია იმისთვის, რომ გამოვლინდეს ყველა მავნებლური და არასახელმწიფოებრივი ქმედება, რომელსაც ნაციონალური მოძრაობა საკუთარი სამშობლოს წინაშე ახორციელებს. ამ შემთხვევაში ჩვენ როდესაც ვხედავთ კონკრეტული რადიკალური ძალის მიერ გადახდილ უზარმაზარ თანხას იმის სანაცვლოდ, რომ პირდაპირ მიზანმიმართულად დაზიანდეს სახელმწიფო ინტერესი და ქვეყნის ეროვნული ინტერესები, რა თქმა უნდა, აქ ჩვენ ვერანაირად ვერ ვიმსჯელებთ იმაზე, რომ ეს არის ლობისტური საქმიანობა. შესაბამისად მე მიმაჩნია, რომ ეს უფრო სამართლებრივი საკითხია და სამართლებრივ განზომილებაში უნდა იქნეს განხილული ეს საკითხი, ვიდრე პოლიტიკურ ჭრილში. ქვეყანაში მილევად რეჟიმში მყოფი ოპოზიცია შველას ქვეყნის გარეთ ნაყიდი სტატიებით, რეზოლუციებით და პოლიტიკური განცხადებებით ითხოვს. სწორედ ესაა მიზეზი, რომ ოპოზიციის ლიდერებს იშვიათად ნახავთ თბილისში და ხშირად სხვა ქვეყნების დედაქალაქებში.